სენატში საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე იმშელეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დომას ჯონ ბასის შემცველი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა. მას შეკითხვა საქართველოს შესახებ სენატორმა კარდინმა დაუსვა. სენატორს აინტერესებს, რას გააკეთებს შეერთებული შტატების ელჩი იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანი და კონკურენტურიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს. სენატორი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ჩვენს ქვეყანაში ირღვევა და იზღუდება იმ ადამიანების უფლებები, რომელთაც აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში. ელჩმა სენატორს უთხრა, რომ მისი მუშაობის პერიოდში პრიორიტეტი სწორედ პოლიტიკური ვითარების მონიტორინგი იქნება. რიჩარდ ნორლანდის თქმით, კონტროლის პალატის ქმედებებისა და პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის გამო შეშფოთებულია როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შორენა ხვიჩია მუშაობს და თქვენ მის რეპორტაჟს საღამოს 9 საათზე ნახავთ. Georgia has problems. They're strategically important to us. They're moving forward in transition. საქართველოს აქვს პრობლემები. ის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ის გარდამავალ პერიოდში წინ მიიწევს. მე მომეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს მისი აქ ყოფნისას იმის თაობაზე, თუ რას აპირებს იგი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. ვიცით, რომ ადგილი აქვს მცდელობას, ძალისხმევას, რომ იმ პირების უფლებები შეიზღუდოს, ვისაც პრეზიდენტად არჩევის უფლება აქვთ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ არ ეძლევათ არჩევნებში სამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობა. ასე რომ ჩემი თქვენდამი შეკითხვა არის, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ საიმისოდ, რომ საქართველომ განაგრძოს წინსვლა თავისუფალი და ღია არჩევნებისკენ, რომლებშიც თანაბარი და სამართლიანი შესაძლებლობები ექნება ოპოზიციის კანდიდატებს. Thank you, Senator Cardin, for the question and for your work in support of the Helsinki Accords. I'm familiar with that work from დიდი მადლობა სენატორო კარდინ შეკითხვისთვის. დიდი მადლობა თქვენი საქმიანობისთვის და ჰელსინკის ხელშეკრულების მხარდაჭერისათვის. წლევანდელ არჩევნებსა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც აღნიშნეთ, გარკვეული პროგრესის მიუხედავად საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი. იმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება ეწოდოს მოსწორებული სათამაშო მოედანი. მოგდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. ეგრეთ წოდებული კონტროლის პალატის როლი პარტიათა დაფინანსების კანონი დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც. გეტყვით, რომ ჩვენმა მისიამ უკვე განუცხადა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხების გამო საქართველოს ხელისუფლებას, როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში. და თუ ეს დადასტურდება, ჩემი ფუნქცია იქნება გავაგრძელო გულმოდგინე მონიტორინგი იმისა, თუ როგორ იცავს საქართველო იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ეს იქნება ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი. ამერიკა მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ამ ფონდების ყურადღებიანი განმგებელი უნდა ვიყოთ, რათა დავწმუნდეთ, რომ ჩვენთვის მოსალოდნელ შედეგებს ვიღებთ. და ბოლოს მივანიშნებ, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაინტერესებას და სწრაფას ნატოს წევრობისკენ და ჩვენ მხარდაჭერას, ის თუ როგორ ტარდება ეს არჩევნები იქნება მეტად მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი და ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ არჩევნებს, რათა შევაფასოთ, თუ რამდენად შეესაბამება ისინი ნატოს სტანდარტებს. I just would underscore the issue of qualification of opposition candidates. მე მინდა ხაზი გაუსვა შემდეგ საკითხს, ოპოზიციონერ კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ. ეს საკითხი საკმაოდ ბევრ ევროპულ ქვეყანაში გამოიყენება საიმისოდ, რომ დაიბლოკოს ოპოზიციის შესაძლებლობები. მე მოვითხოვდი ჩვენს აქტიურ მონაწილეობას ამ საკითხში, რათა ოპოზიციას მიეცეს უფართოესი შესაძლებლობა სათამაშო მოედანზე შედეგიანი პაექრობისთვის.